გამარჯობა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის 60 სოფლიდან 48 ეკოლოგიურად სახიფათო ზონაშია. საცხოვრებელ სახლებს განადგურებით ემუქრება მეწყერი, ქვათაცვენა, ზვავი, ღვარცოფი, წყალდიდობა, გრუნტის წყლები. აქ ოჯახების გარკვეული რაოდენობა დაუყოვნებლივ განსახლებას ექვემდებარება. ყოველ ცუდამინზე რამდენი წვიმა არის, რამდენი ქარი არის, რამდენი თოვლი არის, გარეთ უნდა ვიყოთ შიშით, რომ აი ახლა ჩამოინგრევა, ახლა მეწყერი ჩამოვა. მივმართეთ რომელჯერ მეთაურობას ადგილობრივს, მაგრამ განსახლების სამინისტროშია გაგზავნილი საბუთები. ველოდებით რამდენი ხანია არაფერი არ მოგვივიდა პასუხი. ეს სოფელი თვითონ ლესემა მცირემიწიანი არის, შემოუსავლიანი არის. რაზე იმუშაოს ახალგაზრდები? რა გააჩერებთ აქ? არაფერი პერსპექტივა არ არის. დაცლია ფაქტიურად სოფელი ვართ ერთი რა იქნება, ამაზე 12 ოჯახი. ზემოდანაც საშიშროება არის, აქეთ ქვემოდანაც საშიშროება არის. ზემოდან მეწყერი მოდის, მოწყვეტილია მთა, აქედან წყალი უღებს ამას და მიდის. მე თვითონ 3 შვილი მყავს, 3 ბიჭები და მე შეიძლება მოვეტნე, კაცო, ჯანდაბას ხნიერი ვარ, მაგრამ ბავშვებს უნდათ გასაქანი და საზრდო უნდათ და ოჯახები უნდათ და ოჯახები უნდა შექმნა, უნდა დაცოლშვიდნენ კი არა და უბრალოდ ამხანაგიც ვერ მოყავთ სიცხვილით ესეთი მდგომარეობა. თავ შეფარებული ვარ იქ ჩემი მაზლის სახლში. იქაც ისეთი მდგომარეობა რა მნიშვნელობა აქ თუ ისეთია ისიც, მაგრამ ის პატარა უფრო მდგრად დგას და ეს გასდის ლანდი, რომ მიწა რო იწევს, ეს მცოცავი მიწა არის, კედელი გასკდა, ფიცრები და ისინი იქით დატოვა, აქეთ დატოვა და უბრალოდ ლოგინებს ვერ ვდგამთ, რომ აქ მოვთავსდეთ. გავალ გამგეობაში დაიცადე, როდემდე სანამ შემოვეწმე მით, სანამ დაიცადე. ახლა იმას ვფიქრობ, რომ მაგალ ბავშვი რომ მუშაობიდან მუშაობს ფიზიკურად, სოფელი ფაყია ზევით, სიმაგრებს აკეთებენ ბეტონზე ამ სიცივეში, იმაზე უნდა ვიფიქრო, ახლა იმ ბავშვს რა დავახვედრო. იმას ვერავინ არ იწყებს სოფელში რომ უმუშევარი და ზარმაცი ვარ, მაგრამ რა გავაკეთო აქ ერთ ციდა მიწაზე და 5 სული ამით ვარსებობთ. აქ რასაც მოვიწევთ სიმინს, ლობიოს, პატარა კარტოფილს და ეგა. ეს აქ სულ ამაზე ეს ყანა მქონა ჩვენ ვაკე ყანა იყო, ის ყანა სულ წაიღო. ბოსტანი მქონა, იქ სულ წაიღო. და დავჭით ამ მცირე მიწას. სახს როდის წაიღებს რამდენი მეტროა დარჩენილი? რა არის? ხო, რამდენი წვიმას იზამს, იმდენი ეს იწევს კედელი, რო სკდება, რამდენჯერ შეუდგით იმ სვეტს ქვემოდან, რომ ავწიეთ, მაგრამ რას აწევ, მიწა იწევს, დაბლა იწევს და როდემდე უნდა აწიო. ამიტომ ვითხოვ, რომ საცხოვრებელი სახლი გამომიხო, მთავრობას. თხოვ, რომ მე მიჭირს. მე ჩემი სახსრებით ვერ შევიძე ნამდვილად, იმიტომ რომ ყველა უმუშევარი ვარ, შემოუსავლიანი ვარ. ის სოციალური დახმარება რაც არის, იმის თვილის ფასად ძლივს ყოფნის თვითონ ჩვენ. გადასახლებული იყო ის ჩვენ ქსანში. გადახურული იყო, ცოტა უკლიდას, რამდენი რამე წამიღია ქვევის. ატყდა ომი ამ დროს, ვინ აღშენებას ჩემს სახლს. დავრჩი უსახკაროდ. ესეა ჩემი ამბავი. არ არის აქ სამყოფი. ზევიდან, ქვევიდან, რო შეხედავ შეგეხშინდება, შეგეხშინდება. რომელი კაცი გაჩერდება, რომელი ადამიანი ამაში, რომელი ბაღანას გაჩერება ამაში. ხუთ შულთაშვილს რა უყო მე ამაში. ხუთ შულთაშვილს. აქაურმა თავრობამაც გაგვაფრთხილეს, აქ ნუგზინავთ, წადით აქიდან. ქვევის წედის ჩენობებია, ქვევი თავისუფალი და მერე თავრობა იდრუნებს და რა დაგიმტკიცებენ. სიხარული მივდიოდით, მაგრამ ვინ შეგვიშვა. სკოლა იყო, ინტერნატი იყო. და ნაკონები არ იყო ჩვენი თვითონ ნაკონები იყო და არ დაგვესწრება. ახლა დასწილია სოფელი, დასწილია. არის ხალხი ოღონდ აქ სხვაგან საცხოვრებელი ადგილი. მე არ გამაჩნი არც აქ. საწავიდა. ესეა ჩემი მდგომარეობა. აპატყულას ვაწვევ თავრობას. მე დავრჩით და აგერ ერთი მოსახლეა და მორჩ. ენარჩენერა ხან ისე პირდებიან, ხან ასე პირდებიან, იქნება რა იქნება. რომ მოვიდა ბოლო დასვნა, აქ რომელი კაცი შემოვა, რა თუნდა ომას გადაღება, რა თუნდა ომას დაწერა. ეკუთვნისკაც გაუშვით. რამდენი ცხოვრობს თავრობაში ძვეგისეთი, რომ არ ეკუთვნის, მაგრამ მე არავინ არ მყავს თავრობაში და რა ვქნა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს პრობლემა გრუნტის წყლებმაც შეუქმნა. დაბა ლენტეხში მცხოვრები სოსო მუსელიანის სახლი ერთ-ერთია, რომელიც მიწისქვეშა გამდინარე წყლების გამო საცხოვრებლად უვარგისი გახდა. სარდაფში პირველად გამდინარე წყლები 2005 წელს შენიშნეს და სახლის ავარიული მდგომარეობა წლიდან წლამდე უფრო თვალსაჩინო ხდება. გამარჯობათ ბატონო სოსო. მოგძანდით. ეს სახლი 60 წლებში არის აშენებული. 2005 წელს წყალდიდობის შედეგად დაზიანდა და შემოვიდა გრუნტის წყლებმა იმატა დინება სარდაფიდან და ამ დინებამ დააზიანა სახლი საგრძნობლად. აქ კონსერვებს რამე ყველაფერს აქ ვინახავდით ჩვენ ხშირად. ინგრევა აქ ყველაფერი წყალი გამოდის. მე დავიწყე ჩემი ხელით, ჩემი ძალებით, მეზობლებიცაც ვიხმარებდი, რომ ეს გამეთხარა წყალი, მე ნახა რომ ამაში წყალი არ შესულიყო სახლში. ანუ თქვენ სათავეს ეძებდით სათავეს ვეძებდი და აქამდე რო ავედი ბოლოსში უკვე შევწყვიტე, იმიტომ რომ დავწმუნდი რომ წყალი გამოდის სახლიდან, ზემოდანაც და აქაც. ეს წყაროს წყალი აქ გამოდის სარდაფიდან რა. გამოსასვლელი გავუკეთე, აგერ გავხრუტე კედელი რომ გამოსულიყო. შევლეს ეთყობა კიდევაც ახალი განარემონტები არის და უკვე ესეც ამორტიზირებულია უკვე ახალი ნალისი რა. ამას ზალა არ აქვს არაფერი, უკვე ეს ინგრევა ყველაფერი. კუთხეები, საყრდენი კედლები შიგნიდანაც სახში უკვე დარღვეულია. რამდენჯერ შევარემონტე უკვე ეს აღარ ვარქა. ეს ახალი ნალისი ჩამოვარდა მისით. ეს მაგრადაა შიგნიდან აღარ ვარქა. უკვე შიგნი აღარ ვცხოვრობთ, მეორე სართულზე ავედით სირისტით. გეოლოგებმა კატეგორიული უარი თქვეს აქ ცხოვრებაზე კიდე რა. აქ როგორ ცხოვრობთ, როგორ ბედავთ აქ ცხოვრებასო რა. იმათმა სულ უფრო ამიცრუეს გული აქ ცხოვრებით და უფრო შიში ვარ. ბავშვი მყავს პატარა, ოჯახი, დედასთან პენსიონერი დედა მყავს და არ ვიცი ახლა რა. 2005 წლიდან გაწუხებთ ეგ პრობლემა, მიგიღიათ რაიმე სახის დახმარება. 2005 წელს იყო კომპენსაციები დაარიგეს მაშინ, მაგრამ მარტო რაღაც მედიკამენტებს და გადაადგილებას საკვებს და ამას მოუნდა ის კომპენსაცია მარტო რაც იყო რა. ახლა კარგი ამინდია, მდინარით დაკლებულია, წყლები არ არის გრუნტებში, აქ მაინც მოდის რა. ყველგან ეკრანშიც იკლებს წყალი და აქ არ დაიკლო წყალმა და პირიქით გაზაფხულზე და ზაფხულზე უფრო ხმაურიც გვაწუხებს დაჟე ღამე რო გძინავს უკვე ხმა გვესმის ლოგინში. ასე მდგომარეობაშია შეგნითაც ყველაფერი, აი საყრდენი კედლები ახლა ამა რა უნდა დაიკავოს ახლა, აი ამა რა უნდა დაიკავოს. ეს აქ იყო და უკვე ჩამოინგრა, ჩამოვარდა, ეს ჩამოვარდება. ამას ხელს რომ მოგიდებ ახლა წამოესო ყველა. სტიქიასა შებრძოლება ის იქნება რომ ავდგე აქედან და გადავსახდე, სადმე გადავიდე ისეთ ადგილასო, სადაც საშიში არ არის. ახლა მამაპაპუსეული სახლი არის და მეც მენანება ადგომა წასვლა აქედან, მაგრამ რა უნდა ხნა? წინაპრებიც ალბათ არ მისურვებენ აქ ყოფნას, იმიტომ რომ შეხედონ ისინიც ითქვენ რომ ადეგი და წადიო რა. რა უნდა ხნა? კარგით, მე წარმატებებს გისურვებთ და დიდი მადლობა ყურადღებისთვის და კარგად იყავით. 2005 წელს ადიდებულმა მდინარე ხელედურამ დაბა ლენტეხის ეს უბანი დააზარალა. აქ რამდენიმე სახლი სრულად დაინგრა და განადგურდა. ეს ქვაყრილები 2 წლის წინ ააშენეს იმისთვის, რომ მოსახლეობა წყალდიდობისგან დაეცვათ. მიუხედავად საფრთხისა, ბადრი ბენდელიანმა ძველი სახლის ნანგრევებთან ახალი სახლის აშენება მაინც გადაწყვიტა. ხო, დაინგრა სახლი, ორსართულიანი სახლი მქონდა, მარტო ჩემი კი არა და ჩემი მეზობლების. 8000 ლარი მომცეს, მაგრამ ეს ხო ზღვაში წვეთი იყო. ეზო ხილით წავსე მქონდა ყველაფერი. საიღო და დავჭით ასე. ხიასის ქვეშ რა პრინციპში რო იტყვის კაცი. მერე სოლოურის სახლში ცხოვრობ მის მერე. ახლა შარშან გააკეთეს სიმაგრე და თორემ მე აქამდე შემეძლო თქვათ, მაგრამ ვინაიდან არაფერი სიმაგრე არ იყო, ვეღარ გადავწყვიტე და შარშან შედარებით რაღაცა გააკეთა. შედარებით კი არა, საგზავნო ძალიან კარგი რაღაცა გააკეთა. გეოლოგებისთვის აღარ მიგვიმართია და ვაშენებ თვითნებურად გამოდის უკვე ფაქტიურად. მაგრამ ვინაიდან ცხოვრობდით აქ და მეტი სხვაგან ადგილი აღარ არის და სხვა საშუალება აღარ არის, ისევ მინდა რომ ავაშენო და ვაშენებ, მაგრამ როგორ იქნება ახლა შიშით, რა თქმა უნდა არის საშიშროებაც, არ ვიცი ახლა სტიქიას ვერავინ ვერ გადაეღობება წინ და ალბათ ვერ ჩვენ, მაგრამ აი 24 წლის ვიყავი, მაშინ იმ სახლის მშენებლობა რა დავიწყე. და ამაზე უბედურება რა უნდა მოხდეს კიდე, რომ კიდე ხელმეორედ მეთმან უკნას რომ ეს დამენგრას და ჩემი ახალგაზრდული ცხოვრება მივალიე მაგას ფაქტიურად. დაინგრა და დაინგრა. რა უყოთ. მაგრამ რა ვიცი, ჯერ კიდევ ველოდები საცხაიდან პატარა დახმარებას და რა ვიცი, ყურადღებას.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში მთის ფერდობებზე არაერთ ადგილას შეხვდებით ქვის ლოდებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სახელდახელოდ ასეთი ლითონის მავთულებით აქვს გამაგრებული. სოფელი ხელედი ერთ-ერთია, სადაც საცხოვრებელ სახლებს ქვათაცვენა ემუქრება. გამარჯობა, ბატონო ვიტალი. როგორ ხართ? როგორ ზანდებით კეთილი იყოს თქვენი ფეხი? არაჩვეულებრივ პროცესში შემოგესწრებით. ბატონო, რა არაყს ხვდით, ჩვენ რახს ვეუბნებით სვანურად, ისე კაი არაყი გამოდის. სხლიდან, პანტამ სხლიდან. მოგვიყევით თქვენ სახლსა, თქვენს პრობლემებზე გვესაუბრეთ. ეს სახლი ბაბუაჩემის აშენებულია, მესამე თაობა ვარ. 80 წელში მოხდა დიდ თოვლობა. მაშინ აქ ჩვენ ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა და მთლიანად აქ მუხებით იყო სავსე. და მთლიანად წამოიღო ზვავმა. მე რეიჩინა თავი ამ რამოდენმა ტონიანმა ქვებმა. ჩვენი ძალებით შემოვაკავეთ ეს ტერიტორია ქვები, კატანკებით, სინებით დავაბით. ახო მიხედე ერთი აპა კაი არაყი რო გამოვიდეს და ჩვენ დავბრუნდებით ხელად. ჩვენ აგერ ამ ტერიტორიას რო ვნახავთ, მარტო მე არ მემხრება, საშროე მემხრება აქ 5 ოჯახს. ასეთი რამოდენიმე ტონიანი ქვები ამ ფერდობზე ჩანს. ეს ტონობით ქვები შესაძლოა რომ აქედან ჩამოვარდეს და რა თქმა უნდა პირდაპირ თქვენ მეტრობით იწევს, მაგრამ მე ვერ ვშველი ამას. ზვავმა რაც ხეტყი იყო აქ ყველაფერი წააქცია. მის მერე გამოშთა რამოდენიმე ტონიანი ქვები, ერთ-ერთი აქ არის სინებით მაქვს დაბული. ეს დაახლოებით 1-10 მეტროზე ჩამოცოცდა. მერე რაღაც სახელდახელოდ ჩემი ხელით რაღაცებით მოვამაგრე, შემოვუღებე და ამოვიდა ახალი ნარგავები, მაგრამ ქვები მაინც მოცოცავს. ნახე ეს სინებით, კატანკებით ეს დაბმული მაქვს. ნახე, ეგია, ამით. გაზაფხულზე აი მარტის თვიდან როცა ამას წყალი ჩაუდგება, რამოდენიმე მეტროზე ცოცავს ეს ქვა. მერე რაღაც პატარა ნარგავები რა მოვიდა თითქოს აჩერებს, მაგრამ ერთხელ სინა გაწყვიტა პირდაპირ ეს კატანკა კიდე მივამაგრე, მაგრამ პატარა კუხნა დავიდგით იქით და სახში ვერ ვჩერდებით ღამე. გვეშინია ამ ქვების. და რა ვიცი, მე რამოდენიჯერ მივმართე მთავრობას განცხადებით, თხოვე ან ბეტონი ან რაღაცა რო გამაგდეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. და რა ვიცი, რამდენ ქვას დავაბა მეტროსებით. აი ესეთ ადგილებზე აკეთებდა დახმარებას, რომ ჩვენ დაგვეხმაროთ, ჩვენ 88-ში სტიქიის დროს პირადად დაგვიწერეს, რომ ეს 5 ოჯახი არის საშის ზონაში. 88-დან კაცმა არ მოგვაქცია ყურადღება, ახლა ჩემით ვამაგრებ, შემოღობ ეგების რამე მცენარეები ამოვიდეს, მაგრამ რაღაც ამას საუკუნეები უნდა, რომ ეს ქვები დააკავოს, ესეთი მცენარე ამოვიდეს. წარმოიდგინეთ, ახლა ეს რამოდენიმე ტონიანი ქვა არის. ამაზე იყო მუხა. მუხა რომ მოგლიჯა თოლმა, ეს ამან წამოიწია 1-5 მეტროზე მაინც. მე რამოდენიმე ტონიან ქვას როგორ დავაკავებ, რამე რო შემოვაკავო, მე არაფერი არ შემიძლია და ეს რო წამოვიდეს სახლისკენ, რას უზამს ჩვენს ოდასახლს. ასე ჩემო დაიკო ხო ნახეთ, რა ფერდობებზე ვცხოვრობთ. ეს ფერდობები და ეს ქვები რა საშროებას გვიქმნის ამ ოჯახს და სხვა ოჯახებს, აგერ 1-5 ოჯახი წეღანაც აუნიშნე და აი მთავრობას ვთხოვთ დახმარებას, ადგილობრივ მთავრობას, ან გადაგვიყვანონ ეს ოჯახები აქედან. ან აქ გაგვამაგრო რაღაცაერად, რომ არ გქონდეს საშიშროება და აქ არ აყსდით ახლა თვითოჭიქას დავილოცებით, გავამარჯოს სოფელ ხელეც, ისტორიული სოფელი ეგი, ბენდელიანების, ჩანქსელიანების, გაზდელიანების, ლიპარტელიანების სოფელია ეგი და მერთმა ხელედი და მთელ საქართველოს გავამარჯოს. შვიდობა იყოს თქვენთან მუდამ წარმატებებს გისურვებთ. მერთმა გაგახაროთ აბა სულ ყველა, მერთმა სიკეთე მოგწეთ. სვანეთს ვინც შვენიერი ნახელავია მინდა აღვნიშნო. სვანეთს ვინც მიაქცევს ყურადღებას, ყველას გავამარჯოს. კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ. კარგად იყავით. სადღაც რო წაგვიყვანო, კაი ადგილზე, აქ ცხოვრება ღირს, ზევიდან ქვა გვაწუხებს, ნამეტანი, აგერ ქვები არის, კიდევ ხო უყურებთ, იქიდან ღელე გვაწუხებს კიდევ. ხმა ისეთი აქვს, მოკლედ რომ მე იღებს ყველაფერს, სახლი ძიძგინებს, მოკლედ ესეთი ქვები მოდის. აქიდან ტრაქტორის რამდენიმე აქვს გადაყრილი უკან, აქ ხო უყურებთ, რამდენი ქვებია კიდევ. შენ ამათ ვერ მეერია და ვერ გაიტანა ტრაქტორმა. სახლამდე პატარა უკდა რომ შემოვიდა ქვები. ესეთი მდგომარეობა. ზედ კიდევ მეზობლებს ისეთი ამბავი აქვს. აგერ კარყურის მეზობლებს სულ სავსე აქვს იმას ეზოს, სულ ქვებით. მომზადებული 1-3-4 ქვა ისეთი რომ შემევიდა სახლამდე გამოვა. ისე მაგრად არის მომზადებული დიდი ქვები. იმის ვაჩვინე გეოლოგიური პარტიიდან რომ იყო მაშინ გეოლოგი მოსული. რომ ასე არის თქვა. ის 2-3 ქვა რო გამოვიდეს თქვა, ჩვენ დეღუპებით თქვა. ავით დასკვნა დაწერეს, ამერი არაფერი არავინ არ მოხდა. რელე შემოვიდა შარშან, სულ სახლამდე იყო შემოსული.
მერე ტრაქტორი მოიყვანეს, დიდი ტრაქტორი დაგვეხმარა მთავრობა და არხი გააკეთა ისეთ რომ ღელი ახლა გადის იქ თორე სულ შემოვიდა სახლამდე. შარშანი ისეთი ქარბორბალა იყო და ისეთი მაგარი არც ნიგოზი დატო, არც ხმელა დატო, არაფერი არ დატო, აბსოლუტურად სულ წაქცია ქარმა. სახლები სულ დახადა, სულ ჩემი სახლის, აგერფრიდონის სახლის, ზევით მეზობელის სახლის და მთავრობა მისცა ჟეშტი. ახლა გადახურეს სულ. ისე იყო დახსნილი სულ სახლები ჩვენ კუთხეში. ისეთი წყალდიდობა მოხდა აგვისტოს თვეში, რომ ჩემი ბიჭი რომ არ ყოფილიყო, აქ ხო შვილიშვილები დაგვეხჩებოდა წყალში. დავავლეთ ბავშვებს ხელდაგერ ზედამხარეზე მოსახლე რო არის სამი შვილიშვილით. შუა ღამეზე რო თვალში სინათლე არ იყო. ჩვენ ბედად შუქი არ გამოირთო იმ ღამეს, თორე შუქი რო გამორთულიყო, ალბათ ის ამოუწყდებოდით, ვერც დავინახავდით ჩვენ სიკვდილს და ან გასაქცევით უქოდა და ან რაღაცა. მეორე დღეს გამოიდარა ჩემს ბედად. გავაშვეთ ლებები სამნებს ყველაფერი. დაღამდა ისაღამოდა ისეთი მტერს, ისეთი შემოვიდა კიდე წვიმა, ქარი. ყოველ წელს არ არსებობს წელი რომ ასეთი მდგომარეობა ამ ამინდმა, წვიმამ არ გაიმეოროს და ეს ჩვენი მდინარე არ აღელდეს ისე რომ მტერსაც გული მოუკვდება. მერე უკვე რომ მთავრობაც რო რაიონის მთავრობა რო ჩაერია, ჩამოვიდნენ, დაინახეს ჩვენი მდგომარეობა, ჭიშკრებში ვერ შემოხვიდოდი. ხეების ნატეხები, ქვები ისე იყო. ტრაქტორები მოიყვანეს, გაწმინდეს რო ჭიშკრებში და უბანში ერთმანეთთან რომ მიუსულიყავით. მერე დაადგენდა ის ქვები მოაგროვეს, მაგრამ კიდე რომ მოვა, საწავა ის რომ გადმოაჯდეს წყალი იმ ქვებს. რასაც მოვერევით, უჯიკავებთ, გადავყრით იქით, რასაც ვერა იქ ქვები, აქ ქვები, იქ ქვები, ყველგან იმაზე სულ ის ქვები რაც არის, ყველა ზევიდან ჩამოყრილია შვილო. ვაკეთებთ ერთ და იგივეს ყრით ქვებს, ვაკეთებთ ზაბორებს და ეს არის მეტი არაფერი. შემოსავალი პენსია რო არ იყოს და თქვა სოციალური, ისი ამოწყდა თქვენი მაწყევარი, ჩვენ სოფელში რო ადამიანი მშიერი მოკვდება, პენსია და სოციალური არ გქონდეს. და ეს არის სახნავ-სათესი მთლიანად ჩემი ოჯახის. ამაში რა უნდა მოგივიდეს ისეთი შვილო, გადასახლებელი ხართო ქვებისგან მარტო გითხეს, მერე წყლისგან. მაგრამ თუ რამე დახმარება იქნება ჩვენთვის რომ რაღაცა არსებობა შეიძლებაოდეს სოფელში, სიხავლე სადაც დაიბადები და სადაც დაბერდები, იქ გინდა ხო ყოფნა. უბრალოდ შიში მარტო, შიში ყოფნა ყოველ წვიმაზე, ყოველ ავდარზე, ყოველ ქარზე. ლენტეხის მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული სურათი უმძიმესია. ახალგაზრდობის ბუნებრივ გადინებასთან ერთად გამწვავებული ეკოლოგიური მდგომარეობა სოფლების დაცარიელების საფრთხეს ქმნის. აქ ბევრი ოჯახი საცხოვრებლად საშიშ სახლებში ეკოლოგიური კატასტროფების პირისპირ ცხოვრობს. გადაუდებელი დახმარების მოლოდინში ზოგჯერ წლებიც კი გადის. საფრთხე კი მატულობს. კარგად ბრძანდებოდეთ.